სად გიწერიათ და თუ გიწერიათ გავიგებ რომ სასამართლო მოგცეთ ამის ნებართვა რომ ტელეფონი ამოიღოთ. მანახეთ სად გიწერიათ ტელეფონი. არა, მოიცავს მე არ ვიცი, მოიცავს არის თქვენი გემოვნების და ფანტაზიის საკითხი. მე გაბიტაშვილის პროკურორს და ბიძინაევანიშვილის მთავრობას არ ვენდობი. პროკურატურის თანამშრომლებმა და ზოგიერთ შემთხვევაში სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მიმდინარე საპროტესტო აქციების, მხარდამჭერი საზოგადოებრივი ფონდების, ხელმძღვანელთა სახლები გაჩხრიკეს. ჩხრეკები დილით კარზე კაკუნითა და მივარდნებით დაიწყო. არასრულწლოვნების თანდასწრებით, ფეხმძიმე ქალების, სამოქალაქო აქტივისტებისა და უფლებადამცველების სახლებშიც მათ ჩხრეკის გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ. დღეს თურმე, მაშინ როდესაც მთელი ყურადღება იყო გადმოტანილი აი აქ ამ ამბავზე, ჩემთან ჩხრეკაზე, თურმე შესულან ჩემ ძმასთან და ჩემ ძალთან გამოურთეს მაშინვე ტელეფონის ნომრები, ადვოკატს ტერიტორიაზე არ უშვებენ. მაშინ მე მაქვს უფლება რომ საკუთარ თავი დავიცვა იმითი რომ ღიაობა მქონდეს იმით რომ ვიღებ იმას. იმიტომ რომ იყო ესეთი შემთხვევები, როდესაც მაგალითად კაცია, ნიკუშა კაცია შემთხვევაში, გიორგი ხობოძის შემთხვევაში, როდესაც პირობითად არ მიმდინარეობდა, აღმოჩნდა რომ არ იწერდა კამერა რაღაც დროს და რაღაც ისეთი ნივთიერებები აღმოჩნდეს, რომელსაც ამბობენ რომ ჩვენი არ არისო და მეც მინდა რომ გადავიღო და ამის უფლება მაქვს. ჩხრეკები და თან მსგავსი შინაარსითა და ფორმით, როდესაც დილით მიდიხარ, ადგები ადამიანებს ავტობუსიდან ჩამოყავს რაღაც ჩვეული ცხოვრების რიცხვ სურღვევა, ადგები ფეხმძიმე ადამიანს იქ ბავშვთან ერთად იწყებ ჩხრეკას და ფაქტიურად აწარმოებ არ ვიცი, მასკარადს აწარმოებ, პირდაპირ შეიძლება ითქვას ამას და ამას არაფერი აქვს საერთოდ ჩხრეკასთან და სამართალთან. ეს არის ერთადერთი, ეს არის დაშინების მცდელობა ორგანიზაციებისა, ადამიანებისა, აქტიური ადამიანებისა, რომლებიც გამოხატავენ პროტესტს და მეტიც ეხმარებიან პროტესტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს და თუ კი არ ვიცი, ესე გაგრძელდა, ალბათ ადვოკატებსაც მალე წაგვიყენებენ ბრალს საბოტაჟისთვის, იმისთვის რომ ეხმარები და იურიდიულ დახმარებას უწევთ საპროტესტო აქციების მონაწილე ადამიანებს. იქცა საქართველოში ჩვეულებრივ ამბად, რომ სახში დილით ადრე ღამე გვადგებიან და ჩრეკავენ. ვიხილეთ ეს ფაქტი, რომ 5 ადამიანი გაჩრეკეს ერთდროულად, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის ადამიანები დაკავშირებულები იყვნენ ფონდებთან, რომლებიც ეხმარებიან დაჯარიმებულებს და არა მარტო დაჯარიმებულებს, აი მაგალითად ვიცით, რომ ნანუკა ჯორჯოლიანის ფონდი ეხმარება ჯანდაცვის სფეროშიც ადამიანებს, რომელსაც ჭირდებათ დახმარება, არა მარტო ჯარიმებისთვის. ხო, ეს მათთვის პრობლემაა, იმიტომ რომ თითქოს მათი დიქტატორული ასე ვთქვათ გამოხატულებით ამ ჩხრეკებით აშინებენ. ეს არის ჩვეულებრივი ცირკი. გასაკვირი იყო ის ფაქტი, თუ როგორ გააკეთეს ეს სახლში შესვლები და ჩხრეკა. თუნდაც ერთი ფაქტი ქონდა, როდესაც 7 თვის ორ სულ ადამიანთან შევიდნენ სახლში და ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც კი არ იფიქრეს. მეორე ფაქტიც იყო იგი, როდესაც არასრულწლოვანი იყო ნანუკასთან თუნდაც სახლში. ამიტომ რაღაცნაირად არ გამკვირვებია ის, რომ ჩხრეკაზე შევიდნენ, მაგრამ გამიკვირდა ის, რომ ელემენტარული სტანდარტებიც კი არ დაიცვეს და რაღაც კანონიერება ფარგლებს მაქსიმალურად გაცდნენ. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ალექსი მერებაშვილი განმარტავს, რა უნდა იცოდეს და გაითვალისწინოს ადამიანმა, თუ მათთან ჩხრეკაზე შევიდნენ. ადამიანს, რომელსაც ჩხრეკენ, ანუ ობიექტი ამ ჩხრეკისა, უფლებამოსილია, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად აწარმოოს ამ პროცესის ვიდეო გადაღება და არავით არის სამართალსაწინააღმდეგო, კანონსაწინააღმდეგო ამაში არაფერი არ არის. ამ ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ პირველ რიგში უნდა გაარკვიონ ვინაობა თუ ვინ ითხოვს მათ საკუთრებაში შესვლა, შემდეგ უკვე საფუძველი მოთხოვონ, ეს უნდა იყოს ან სასამართლოს განჩინება, ან გამომძიებლის დადგენილება, ამის შემდეგ მათ აქვთ უფლება მოითხოვონ ასევე ადვოკატის დასწრება და ჩხრეკა არ უნდა დაიწყოს ადვოკატის გარეშე, თუ კი რა თქმა უნდა არ არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა. მოგვიანებით პროკურატურამ განაცხადა, რომ ჩხრეკები მარტში დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში განხორციელდა. მაშინ 5 საზოგადოებრივ ფონდს, რომლებიც საპროტესტო აქციებს უჭერდნენ მხარს, ძირითადად გზების გადაკეტვისთვის დაწესებული ჯარიმების გადახდით ანგარიშები დაუყადაღეს. პროკურატურამ იმ დროს განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში, საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციებისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. პროკურატურამ ფონდების სამოქალაქო არეულობასა და უკანონო საქმიანობების ხელშეწყობაში დაადანაშაულა. ჩხრეკები ჩატარდა ნანუკა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცკიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიასა და მარიამ ბაჯელიძის სახლებში.